უსინათლოთა მხარდამჭერი აქცია ბათუმში ახალგაზრდულმა ორგანიზაცია Art Vein პროექტ რეანიმაციის ფარგლებში თეატრალიზებული აქცია მოაწყო. ფლეშმობის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უსინათლო პირების გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ხმოვანი შუქნიშნებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიგნალის დამონტაჟება. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მორის მეტერლინგის პიესის ბრმების ფრაგმენტები გაახოცლეს. სპეციალურ ფორმებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა გავლელებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მსგავსი ღონისძიებები სამოავლოდაც გაგრძელდება. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის დაფინანსებით ხორციელდება. დღევანდელი აქციის მიზანი არის უსინათლოების პრობლემების აფიშირება. ეს პროექტი რეანიმაციის ფარგლებში მეორეჯერ მოეწყო ქალაქში აღნიშნული თეატრალიზირებული აქცია. ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა უსინათლოების პრობლემების თაობაზე. ვთქვით, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები უფრო მეტად ღონისძიებები ემსახურება იმას, რომ შედეგზე იყოს უფრო მეტად ორიენტირებული და ვთქვათ, ერთი ღონისძიებით არ შემოვიფარგლოთ და როგორც წინა ღონისძიების დროს აღინიშნა, გარკვეული ტიპის დროები არ უკვე ქალაქში და რამდენიმე ხმოვანი შუქნიშნის დამონტაჟება მიმდინარეობს და არის შემოყვანილი ევროპული სტანდარტის ავტობუსები და ჩვენთვის უკვე ესეთ შედეგი არის.